დღეს მეზღვაურთა საერთაშორისო დღეა. თარიღის საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის აიმოს რეზოლუციის შესაბამისად 2011 წლიდან დადგინდა და მესამე წელია მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით საზღვაო ქვეყნებში აღინიშნება. საზღვაო აკადემიის ეზოში აკადემიის სტუდენტები დილიდან შეიკრიბნენ. გაიმართა დღევანდელი დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი. სტუდენტებმა თანამედროვე და ხალხური სიმღერები შეასრულეს. აკადემიის სასულე ორკესტრმა კი სხვადასხვა მუსიკალური კომპოზიციები წარმოადგინა. სპექტაკლი აიეტი ახალგაზრდებმა სპეციალურად ამ დღისთვის დადგეს. მუსიკალურმა ბენდმა სტუდენტების მიერ დაწერილი აკადემიის ჰიმნი შეასრულა. სასწავლებლის ეზოში დღეს მზის საათი გაიხსნა. საგანმანათლებლო და საზღვაო აკადემიის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის აკადემიის 16 პროფესორ მასწავლებელი დაჯილდოვდა. კურსდამთავრებულებს კი სერტიფიკატები გადაეცათ. ღონისძიებას აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ეს ჯილდო ძალიან დიდი ჯილდოა, მაგრამ ერთი რაც თავარია ჩემი და არა მარტო ჩემი მეზღვაურების დიდი სურვილი და ოცნება, თქვენ შეიძლება გაგიგონიათ, რომ საქართველოში იყო ბათუმში საზღვაო სანაოსნო თავისი გემებით და მომავალ წელს როცა შევიკრიბებით მე-4 წლის თავზე თუ ეს აღდგება ეს საზღვაო სანაოსნო საქართველოში, ეს იქნება უდიდესი გამარჯვება. წელს უკვე მესამეც ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია აღნიშნავს მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს. ღონისძიებები დილით იყო მისალმება სტუდენტებისთვის, დავაჯილდოვეთ მე-4 კურსელები, კურსდამთავრებულები, აგრეთვე ღვაწლმოცილი პედაგოგები, მასწავლებლები. ჩვენ საზღვაო ტრადიციების ქვეყანა ვართ. ასადან საბადან მოყოლებული. ყოველთვის ასე იყო. საქართველოს და მეზღვაური განუყოფელება იყო. აქ ახალი კადრები იზრდება. ეს მომავალია საქართველოს და მივესალმებით მას და მიულოცავ ამ დღევანდელ დღეს. კულტურული პროგრამის დასრულების შემდეგ საზღვაო აკადემიის სტუდენტებმა 6 მაისის პარკიდან პორტამდე საზეიმო მსვლელობა მოაწყვეს. აღლუმს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ. მათ ანატოლი კაჭარავას მემორიალი და იუნკერების საფლავი ყვავილებით შეამკეს. ღონისძიების მონაწილეებმა გარდაცვლილ მეზღვაურთა საპატივცემულო ზღვაში გვირგვინები ჩაუშვეს. შეკრებილებს მეზღვაურთა საერთაშორისო დღე მიულოცეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ. ყველა მეზღვაურს მოულოცავ დღევანდელ დღეს, ნამდვილად გვიხარია, რომ ეს დღე უკვე მესამე წელია რაც ვატარებთ და დღევანდელ დღე იმით დავაგვირგვინეთ, რომ დღეს პატევი ვეცით იმ ადამიანების ხსოვნას, ვინც საზღვაო ნაოსნობაში დაიღუპა. მინდა ეს შესანიშნავი დღე მიულოცო მთელ საქართველოს, განსაკუთრებით საქართველოში მცხოვრებ მეზღვაურებს და აღნიშნო, რომ მეზღვაურის წვლილი სოფლიო ეკონომიკის განვითარებაში არის უდიდესი. მინდა მიულოცო ყველა მეზღვაურს დღევანდელი დღე და ვუსურვო მათ დიდი წარმატებები ამართლაც ურთულესათხიანობაში. საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს საზღვაო დარგის განვითარებაზე და დღეისათვის ევროკავშირის მიერ ქართულ მეზღვაურთა სერტიფიკატების ხელახალი აღიარება წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს ჩვენთვის.